2021 წლის მასწავლებელთა სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში მეორე ვარიანტია ამოცანა ნომერი 1. როდისაა გამბნევ ლინზაში საგნის გამოსახულება წარმოსახვითი და შემცირებული. ასეთი თეორიული სახის შეკითხვა გვაქვს აქ. სავარაუდო პასუხები გვაქვს მოცემული. კარგით, მოდით ახლა განვიხილოთ. გამბნევი ლინზა, დაუშვათ, ეს არის მთავარი ოპტიკური ღერძი. აქ გვაქვს გამბნევი ლინზა. აქ არის ფოკუსი, აქ არის ორმაგი ფოკუსი. ანალოგიურად აქეთ აქვს ფოკუსი, აქეთ აქვს ორმაგი ფოკუსი. და დაუშვათ საგანი მოვათავსოთ, არა აქვს მნიშვნელობა სად მოვათავსოთ, დაუშვათ საგანი მოვათავსოთ ფოკუსსა და ორმაგ ფოკუსს შორის. აქ აქვს საგანი დაუშვათ მოთავსებული. გამომდინარე იქიდან, რომ გამბნევ ლინზაში საგნიდან წამოსული სხივი, რომელიც დაეცემა მთავარ ოპტიკურ ლინზას, გარდატყდება ისე, რომ მისი გაგრძელება გაივლის ფოკუსში, ეს ამ სხივის გაგრძელება არის გაივლის ფოკუსში, ხოლო რაც შეეხება მთავარ ოპტიკურ ღერძზე, მთავარ ოპტიკურ ცენტრში გამავალ სხივს, გარდატყდება მიმართულების შეუცვლელად, ჩვენი საგანი გამბნევ ლინზაში ამ საგნის გამოსახულება ყოველთვის წარმოსახვითი, პირდაპირ და შემცირებული გამოგვივა. აი იქ გვექნება ჩვენ წარმოსახვითი გამოსახულება, რომელიც როგორც ხედავთ, ყოველთვის წარმოსახვითია, არ აქვს მნიშვნელობა სად მოვათავსებთ საგანს, პირდაპირია და შემცირებული. ანუ გამოგვდის ჩვენ, რომ გამბნევ ლინზაში საგნის გამოსახულება წარმოსახვითი და შემცირებული არის ყოველთვის. პასუხი E.